Volodymyr Zelenskis თვითმფრინავი ლონდონის სტანსტედის აეროპორტში დაეშვა. იწყება უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში. ლონდონში კი სტარმერის მიწვევით ჩადიან ევროპის სხვა ლიდერებიც. დიდი ბრიტანეთის პრემიერი უკრაინის ლიდერს დღესვე შეხვდება. ხვალინდელ სამიძე დისკუსიის თემა უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის უსაფრთხოება იქნება. დიდი ბრიტანეთი იმ სახელმწიფოებს შორისაა, რომლებიც მზად არიან სამშვიდობო შეთანხმების დაცვის უზრუნველსაყოფად. უკრაინაში თავიანთი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნონ. ლონდონში ჩაფრენიდან მალევე უკრაინის პრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა. Volodymyr Zelenskis თქმით, მიუხედავად მკაცრი დიალოგისა, უკრაინა და შეერთებული შტატები რჩებიან სტრატეგიულ პარტნიორებად. ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ მინერალების შეთანხმებას და ეს იქნება პირველი ნაბიჯი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, მაგრამ ეს არასაკმარისია. ცეცხლის შეწყვეტა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე სახიფათოა უკრაინისთვის. უკრაინელ ხალხს სჭირდება იცოდეს, რომ ამერიკა ჩვენს გვერდითაა, წერს უკრაინის ლიდერი.